ოპოზიციის ალიანსმა ეროვნული მობილიზაციის კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ალიანსის ლიდერებმა განცხადება დღეს რეფერენდუმის 35 წლის თავთან დაკავშირებით გააკეთეს. ოპოზიციის შეფასებით დღეს საქართველოს კვლავ დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ამიტომ იწყებენ ერთობლივ კამპანიას, რომელიც მათი თქმით არ ეკუთვნის მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არის საერთო საქმე ყველა მოქალაქისთვის. ოპოზიციის ალიანსის განცხადების მიხედვით კამპანიის მიზანია გაიზარდოს პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან, განეიტრალდეს ოცნების პროპაგანდა, საზოგადოებაში არსებული ცვლილებების სურვილი გადაიქცეს რეალურ პოლიტიკურ ქმედებად, დამარცხდეს ოცნების მიერ მიზანმიმართულად დანერგილი შიში და გაიზარდოს პროტესტში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა. ოპოზიციის ალიანსის ინფორმაციით კამპანია 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი კულმინაცია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება. დღეს 31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა. ცვლილებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საუბარი, ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა დავდგეთ ერთად, ზუსტად ისე, როგორც 35 წლის წინ 31 მარტს მოხდა ეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე. ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დიდი ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში თბილისში. ჩვენთვის საქმისთვის, გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა სამოქალაქო ჯგუფი, ნებისმიერი აქტიური მოქალაქე. ჩვენ არ გვყიდებით მარტივ გზას, ჩვენ არ გვყიდებით სასწაულებს, მაგრამ ზუსტად ისეთ ერთი რამ. თუ ჩვენ გავრჩევდებით, ცვლილებები არ იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით ეროვნული მობილიზაციის კამპანიის მთავარი მიზანია ყველა ქართველი მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩაერთოს და რეჟიმი დასრულდეს. მათი თქმით, ეს კამპანია მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. ყველას, ვისაც სურს, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ დაუბრუნდეთ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზას, ვისაც სურს, რომ ძლევამოსილ საქართველოში ვიცხოვროთ, თავაზობთ, რომ შევიკრათ ერთ მუშტად, გავერთიანდეთ, კონსოლიდაცია მოვახდინოთ და პირველი მნიშვნელოვანი შეკრება გავაკეთოთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გიწვევთ ყველას, ვისაც გიყვართ სამშობლო, ვინც ფიქრობთ, რომ ასე ცხოვრება, რაც ახლა ხდება, შეუძლებელია უკვე გაგრძელდეს, ვინც ფიქრობთ, რომ გვინდა ნორმალურ, ძლიერ, დემოკრატიულ, ეკონომიკურად წელგამართულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ვისაც გსურთ, რომ რეგიონის ლიდერის სტატუსი დავებრუნოთ, მოდით 26 მაისს და ჩაერთეთ ამ საერთო ეროვნული მობილიზაციის კამპანიაში. ის რაც 35 წლის წინ ავირჩიეთ ერთსულოვნად, დღეს არის საფრთხეში. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხეში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი უთხრის ძირს. ეს ჩანს ყველაფერში საერთოდ, მათ ყველა მოქმედებაში და ჩვენ გვჭირდება კამპანია დამოუკიდებლობის გადასარჩენად, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა არის ყველა ქართველის სასიცოცხლო ინტერესი. დამოუკიდებლობის გარეშე ჩვენ ვერ გვექნება სახელმწიფო, ვერ გვექნება სამართლიანობა, ვერ გვექნება კეთილდღეობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს ეროვნული მობილიზაციის კამპანია იმისთვის, რომ ყველა ქართველი ჩაერთოს მშვიდობიან წინააღმდეგობაში და რეჟიმი დასრულდეს. დასასრული არის იმაზე ბევრად ახლოს, ვიდრე ჩვენ მგონია, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმები ჯერ იშლებიან თანდათან და შემდეგ ერთბაშად და ერთბაშად ჩამოშლაა დარჩენილი და ამას მივახცევ. ოპოზიციის ალიანსში 9 პროდასავლური პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული. ესენია ახალი დრო, გირჩიმეტი თავისუფლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო და თავისუფლების მოედანი.